მათი ამშვიდობის ატკბირებო. ესე იგი, ნახეთ. აი არ ვიცი, ჩამოვედი თბილისში. როგორ ვიმგზავრე, არ მკითხოთ. და რომ ჩამოვედი, ასულად ვიყავი, ეგეც არ მკითხოთ. ეს იყო ჩემი ყველაზე ცუდი დასვენება ბათუმში. ყველას წინავს. ყველაფერი თავზე მაყარია. ყველაფერი ჩაკეტილი იყო სახლში და მიუხედავად მაგისა. რიანი, იატაკი მაგიდა. ველაფერი აბსოლუტურად. აი აბსოლუტურად ყველაფერი. ლაპარაკობ, იმიტომ რომ საშინლად ვთქვი თავს და თბილისში არ საცხელა კაცო ისე რა სამყაროში. ყველაფერი კი ღია გვაქვს. მაგრამ მოდი ესეც გავახოთ. აი ესე. ყველაფერი კი ღია და 30 გრადუსია უკვე, მაგრამ იქ სხვანაირი სიცხეა. ანუ იქ სხვანაირად იგრძნობა სიცხე. ნესტიან ჰავაში სიცხე იგრძნობა სხვანაირად. თქვენთვის ორი ვიდეო მქონდა გასაკეთებელი. ერთი 30-ის და ერთი გუშინდელი. და იმ გუშინდელს ვაკეთებ ახლა. ვაიმე შენი ჭირიმე. რაც მე იქ ცხელოდა და ცუდად ვიყავი. ესე იგი მე არ ვიცი. აი ჩაქვში რომ ვიყავით ხოლმე ხო გახსოვდეთ კატასტროფულად რო ცხელოდ. ეგეთი სიცხე ვიგზენი წელს მე ბათუმში. შაშანს საერთოდ არ მიგვწვნია. შეიძლება წელს მეტად ცხელოდა. შეიძლება ის ფაქტორიც იყო, რომ კონდიციონერი ერთ ოთახში იყო. და ეს ოთახები ყველა ხო ერთმანეთზე იყო ესე და იქ კი ირთვებოდა კონდიციონერი, სხვა ოთახები არ გრილდებოდა. ხო და ანუ თან მთელი ბინა ერთ მხარეს არის და აქედან მზე რომ მოადგა, ვაიმე, სად გაქცეული ყავდა გარეთ, ქუჩაში მდილას, აი ამ დროს უკვე მაღაზიაში რომ წავიდოდი, აი ესე ოფლად ვიღურებოდი გუშინ. ის კაციც რომ მოვიდა, მე პატრონებისთვის უნდა გადაგვეპარებინები. აი ესე ოფლი ყვარა ჩამოსდიოდა იმ კაცად ჩემსავით. მე არ ვიცი უბრალოდ. იქ ნესტიანი ჰავა რო არის, ის სიცხე სხვანაირია. არ ვიცი, ვერც ხვით ვერ ვისიამოვნე წელს საერთოდ. დავიღალე ფიზიკურადაც, ემოციურადაც ყველანაირად. ამხელა თანხა დაიხარჯა 3 ადამიანის მთელი წლის ნაგროვები. და პლუს კიდე ეხა აი რომ მოვდიოდი ვფიქრობდი რომ მე ხა დავისვენებ თქო აგვისტო მინდა დასასვენებლად. წარმოიდგინე როგორ დავისვენე. დავიღალე დავისვენე. მე ეს რა ბედნიერება აქ წყალს რომ მოარაგრაგებ და დალევ. იქ წყალი არის ისეთი, მე არ ვიცი თუ სვავენ იქაურები როგორ სვავენ. ვერ აგენაცვალე შანსი არა. ხო მოკეთ რავი.
არცში არც წყური არა წყალი მინდა მეტი არაფერი. ეხა გუშინდელ ვიდეოს გავაკეთებ კიდე. გზისას და დილისას. ძალიან კაია სახში. არაფერი სახსაჯობია. არაფერი. არა შემოჯობია, მაგრამ ბევრი რამე არა. დამოდით, გავშალოთ ჩვენი შტატივი. აგონ მიყვარს ჩემი სახლი და იცით კიდევ რა ვიგრძენი? ძალიან მიყვარს თბილისი. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა. ვიგრძენი რომ თბილისი და ბათუმი ჩემთვის სულ სხვადასხვა და თბილისი არის სულ სხვა სიყვარული ჩემთვის. ეგ ვიგრძენი როცა გუშინ თბილისში შემოვედი. ჩემი გოგო გამოვიდა. ჩემი გოგო გამოცუნცულდა. დედას ქალი გამოცუხცუხდა. უიმე. ესე ძალიან არ მინდოდა. ხა როგორ ავწი? ამ ხელფეხებზე არ მინდა რომ იდგეს, მე ვიღაცა გაედება, გამოედება. მოდი, ესე. Привет, Андрюс. აბა ესე. კარგებოდა ჯიპასებო. რა დღეში მაქვს ცხვირი. წყალი მინდა ბედნიერება წყალს აღარ ვიყიდე. აქ რო წყალი მოდის დალოცვილი ღმერთო ისეთი კაი გემოა ესეთი ცივია იქ მოდის ხდილი და თან ზღვა მოდის ზღვისპირეთში ყველგან ეგრეა ჩაქვში კიდე უფრო ცუდი გემო ქონდა ვიდრე ბათუმში ოფიციალურად ხალხო ვაცხადებ, რომ აგვისტო არის დასვენების დღე. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ლიას. ლია არის ადამიანი თანამიმდევრულად ვამბობ, ვინ როდის ჩამირიცხა იმის მიხედვით. თეონამ ჩამირიცხა, ზღვაზე რო ვიყავით, 3 ლარი ჩამირიცხა, მითხრა, მეტი არ მქონდა და ბოდიშიო დონაციისთვის და ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო, იმიტომ რომ შენ რაც გაქვს ჩემთვის ის რო გემეტება, ეგ არის უძვირფასესი. დიდი მადლობა. ლიას კიდე მე რო საერთოდ დონაციაზე არ მქონდა ნალაპარაკები. ეს ის ადამიანია წლების წინ, როცა მე არ მქონდა წესიერი ბოდიში რო ვიძახი და თეთრეული, ანუ ტრუსიკი და ლიფსკულის ხმობდა რა საწოლის თეთრეულს. და ეგ რა ვთქვი ვიდეოზე ამ ადამიანმა 100 ლარი ჩამირიცხა წადი და იყიდეო რაც გაგიხარდებაო და არასდროს არ დამავიწყდება ეგ და შენ სახელით აკვაი რო წავიკითხე გუში მაშინვე ეგ გამახსენდა და უდიდესი მადლობა იმისთვისაც და ამ 25 ლარისთვისაც 25 ლარი ჩამირიცხა ლია დიდი მადლობა და ინგამ ჩამირიცხა 107 ლარი ინგა არის ჩემი მარათონის გოგო და ის გოგო რომელსაც ჩემი მარათონის გაგრძელება უნდა და ჩამირიცხა 307 ლარი და მეთქი რატო ჩარიცხა ამდენი თქო ანუ მარათონი ხო 200 ლარი ღირს და მითხრა მომწერა რა 200 მარათონის და 107 კიდე ეს დონაციაო და ბავშვები შევიყარა თორნიკე ოცნებობს და ვენდის იქაც რო ვიყავით
შავი ზღვის მოლში ხვარი ვენდი. იქაც ძალიან უნდოდა, ხო და? რო ჩამირიცხა, გუშინი ხოშევედით და სოკარის ის რო გასჩერებელი. კოდი მიყიდა დონატები. ხო და მე ვენდისი შევკვეთე, ვისაც რა უნდოდა. პატარა მენიუები, ну პატარა თქვი და kids მენიუები. 83 ლარი კი გადავიხად. და რაც დარჩა მაგ ფულიდან დავამატებ კიდე. ანუ ინგას ფულიდან და ლიას ფულიდან შევაერთებ მაგებს და დღეს ვიყიდე ვენტილატორს. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო, იმხელა დახმარება, იმხელა რომ აი უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ, გულში ხართ და ძალიან ძვირფასები ხართ, ძალიან. და ყოველ ჯერზე ეს არის ჩემთვის უდიდესი სიხარული, უდიდესი. და ამას ძალიან ვაფასებ. და თეონა აი შენ რომ ის მომენტი რაც ქონდა და შენი რომ გამიყავი, ეგეც ძალიან უძვირფასესია ჩემთვის. ამიტომ ყველას ძალიან დიდი მადლობა, უსამოდ მიყვარხართ. ხო. ანუ მოგეთ ესე. აულიას ესეც კი წამოუღია, ეს რამ წამოაღებინა, ისეთი ცუდია. ეს ევროპროდუქტში რო ვიყიდე, ისეთი ცუდია რომ აგერ ხო შევჭამე მე და მე კიდე გასინჯეს, მე შევჭამე ნახევარი და ვინც გასინჯა, ყველა მოკან ჩააგდო. გადასაგდებია, არც შემინიშნავს როდის ჩადო ესა. ჩემი ყავა ის ყავა იმაში აი ეს ყავა მაინტერესებს ყავის სუნს თუ ვიზნა კორონა ხო არა მაქვს არ გრძნობ სუნს მაგრამ მე შინია კორონა ხო არა მაქვს ხო მაგრამ ევა მისე ადვილად გადაიტანა აი როგორ გრძნობ იცი გრძნობ მაგრამ გაცილებით სუსტად ჩემი თინუსები აქ არის. ჩემი ბერძნული იოგურტიც აქ არის. აუ რა კარგია, მე თორა კარგია წავში, რა კარგია წავში. რა ბედნიერება, ისაში ყავა დავლიოთ. თან თითქოს გული მერევა. წუხელ დონატი ვჭამე, იქ ვერ ვჭამე დონატი, გული მერეოდა და აქ ვჭამე დონატი, ეს ნახე დაშლილი. ეს არის ამისი. აი ეს ვანსხოვებ ნახე. ეს არის დონასი, არა. ეს ორივე დონასი. იცი? არა. ეს მე მგონი ციდასია. ეს ამ მგონი დონასი. ხო. ესეც დონასი. მერტო რა კაია სახლში იმედენი ზედმეტი ნივთი მაქვს ყველაფერი ანუ ეს აგვისტო უნდა მიუძღვნა იმას რომ ზედმეტი ყველაფერი მოვიშორო თავიდან ნუ ნივთებს გულისხმობ ჯერ ანუ აგვისტო ზედმეტი ნივთების მოშორების თვე იქნება აი მე მე რა ვილაპარაკოთ ბათუმზე რა არ მომწონს ძალიან ბათუმში მაგაზე არ ვიცი ხა ყავა გავიკეთა თუ არა თან მინდა და თან გული მერევა ყავაზე ეგეთი რაღაცა ეს მეორენაირი არ მინდა მოსადუღებელი მინდა და თან მინდა და თან გული მერევა მოდი ვცადოთ და თუ ვერ დავლევ ერთი მაგისთა რა გამოგრეცხოთ ჩემო ძირფასო ჩემო საყვარელო ეს ძალიან კარგი ტურკაა ძალიან ჯავსი
რამ გემრიელს აკეთებს. ესე. მოდი ესეც გავრეცხოთ, რომ რა ვიცი მე ყველია მაინც. ესე იგი წუხელზე ჩამოვედი, ვაი. ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ, სუდად რო ხარ და ძაღლით და ბავშვით გზავრობა რა არის. ესე იგი იქ რო გავჩერდით სოკართან ისე ცუდად ვიყავი. ოფლი ხო ესე ღავარად მომდიოდა, აი ფეხზე ძლივს ვიდექი. საჭმელი, ანუ მე რო საჭმელს ვერ შევჭამ, მე თან მშიოდა რეალურად. არა, არ მშიოდა, უნდა მშიებოდა. მაგრამ არ მშიოდა. შვიდი უნდა იყოს ჩემი კოუსით, 7 ყავა და 6 შაქარი აი იმ პატარა ჭიქაზე. იდეალური გემო რომ მივიღო. ხაიდან ვაგრძელებ კალორიების ცვლას. ვაგრძელებ ასევე ჩემ ქოქოებთან მარათონს. და კიდევ უნდა დავიმატო 2 გოგო. ან 3. ესე 7. ესე. ნუ ძალიან ცოტა რო არ ვიყოთ რა, ხო ხდებით. ცოტა და საერთოდ სახერი. მიკას სიყვარული, შაქარი. არა მეც მიყვარს შაქარი, просто სუფთა სახით არ მიყვარს თორე. განამე არ მიყვარს. 6 გრამი. აი ამითი წყალი. ნინო მეუბნება ხოლმე. ჩემი ნინო. ბათუმელი ნინო. შერო გამოიტან ხოლმე და პაწაწინათებს შებითო რომ ჭამ ხოლმე. ეხლა უნდა ჭამოდა, მაგაზე გამახსენდა. აი ამ შენ რამდენიმე ცალთხილს და 2 კუბიკ ბალის შოკოლადს. აი ის ეცინება ეთლობა. ანუ მე საყვარდებაო რა, ანუ მე არ შემიძლიაო ეგრე. არ შემეძლო თორე ეხლა. ბარიატრიის მეტს ვერ შეძლებს პირიქით. ეს მრჩებოდა, იცით? ლიარ ვარა და მრჩებოდა. მაგრამ ამას დამატოვებინებდა იქ. კაციშვილს არ ვაჭამედა. 10 გრამი. აი ვახვალებს. ეთყობა აი ლორწოა და გროვი და გულის სრევის შეგრძნება მიჩნდება საშინელი რა. ხა გული ამერება ეგეთი რა. ევას ისე ყოხტად კბილად სძინავს. წუხალ ყელი მკივაო. ჩამაწვეთები, შემაცხოვრებინა.
რეკაია სახში. Привет, Андрос. 30.9 გრადუსია უკვე. მაგრამ მაინც აქ თითქოს ისე არ ცხელა, ხო? ცხელა, მაგრამ იქ სხვანაირად ცხელა. მართლა? ვიცი, მე იქ რომ ცხელა. რაღაცნაირად აი საშინელი იმით. მეფხანება, როცა გაცილებული ყურები მეფხანება. გუში მткиოდა, აი ეს ყური მткиოდა აქეთან. არაფერი არ არის ვაფშე ნახდროს. და სუიწმინდა, მაგრამ აი ეს ისე მткиოდა, ისე გზაში დაგუბებული მქონდა. რაღაც პერიოდში ორივე დაგუბებული მქონდა. მერე ეს. ხო და მткиოდა სასტიკად. დავტვირთოთ ეს. ახლა გიტვირთავთ ამას. ყავა ადუხტი, ყავა ადუხტი, ჩემო ყავა ადუხტი. Daily's coffee. Yes. I mean, ჩამომდის შვიდიდან და ჩამომდის. ჩემი ბონიჩკა წინდა უკან დადის, ცხელა დედა ცხელა დღეს დედა ვენტილატორს იყიდს. რომელი ვენტილატორი ვიყიდო ხალხო, რომელია კარგი? რომ მოვედით სიცხე მქონდა. მткиოდა. შინობა იყო. ძალიან ცუდი განცდა. ცხელა. ეხლა დგება სიცხე. ხალიამ დღეს სიმინდები უნდა მოვხარშო. სანამ მაგ სიმინდს არ მოხარშავს, არ მოისვენებს და წამოიგეთ ამ სიცხეში სიმინდის მოხარშვა. ანუ ზოგჯერ გონია ხოლმე რომ საერთოდ არ სცხელა. ანუ შენი ეგისა ხო ის არის, სადაც კინა იქდადებ და ჭრდილში აქეთ დაჭიქი ხოლმე, სანამ ეხლა ცხელა. აი ისა.
აქეთა. აი ხო არის შესაერთები. გადამყვანი არა გაქვს? ეს გადამყვანი ახლა ამის ისე წოდება. კარგი, მაშინ მანტიჩეკი. ანუ ცერატო თქვი ისე მიპასუხე, აი ხო ჩემი დიდხნიანი პრაქტიკის განმავლობაში ადამიანებს ხო ვანსხვავებ, რომ რაღაც რო უნდათ ან არ უნდათ, ანუ შემამჩნევ რომ გადმოჯდომა არგი. და ისე მიპასუხე, რომ როგორც ადამიანმა რაღაცა არ უნდა. ნახე უკვე როგორ პროფესიონალიზმის რა დონეს მივახციე. ეს ჩემი იყო და წუხელი იკამდარი. ახლა გითხართ რა არ მომწონს ბათუმის. ესე იგი იქ ხარ ტავარი. ანუ აი გრძნობ რომ ხარ მოსიარულე ტავარი რა. და ეგ არ მომწონს ზუსტად. ანუ იმდენად ვერ წვდებიან მოთხოვნებს პერსონალი რომ ცდილობს რაც შეიძლება მალე მოგიშოროს ასე ვთქვათ თავიდან და ანუ ხარისხი არის შესაბამისად მომსახურების ძალიან დაბალი. ანუ უნდათ რომ ბევრი კლიენტი მიიღონ, მაგრამ შესაბამისი ოდენობის კადრები არ არის. ახლა დონაში რამდენი ხალხი მუშაობს და ხომ მაინც გამორჩათ ის რა ქვია, ნამცხარი რო არ ჩამინდეს და მე მეორედ კიდე მეორედაც რაღაცა რომ მივედი მან ანუ ფახლავები იქ ქონდა ჩალაგებული მოკლედ ანუ რომელიც მეტი გვინდოდა ის იყო ცოტა ხო და მაგრამ დონა კიდე მოწოდების სიმაღლეზეა ბათუმში და უმეტესობა სერვისი ბათუმში არის აი ნული რა ვაფშე კატასტროფულ მდგომარეობაში მაგრამ ფასი ადევს მამას ისხლი ანუ რეალურად იხდი მაღალ ფასს და იღებ ძალიან დაბალი ხარისხის სერვისს მომსახურებას პროდუქტს შესაბამისად რა ვიცი ასე კი სხვა დროს გავითვალისწინებ რამდენიმე რაღაცას რა აქამდე ვუყურებდი მარტო იმას რამ სიშორეზეა მაგალითად ბინა პლაჟიდან ეს არ იყო შოუს და არც ძალიან ახლოს არ იყო, მაგრამ ნორმალურად იყო, მაგრამ ნახე ორბების უკან რო არის სავსე ახალ ამ ორბების ხალხით გადაჭედილია პლაჟი დამწერეს კიდევაც ესე იგი ადგილი არ იყო არასდროს გუშინ ზღვასთან გამოსამშვიდობებლად რომ მივედი ზღვასთან ვერ მივედი იმდენ ხალხი იყო ისეთ ადგილს უნდა ვიქირავო ხოლმე სადაც ეს დიდი მაღალი კორპუსები არ არის რომ ნაკლები იყოს ხალხი ზღვასთან შეძლო მივიდე
იცით რა კვარიათი ძალიან მომწონს, მაგრამ შემემა თქვეს, იქ როგორც ვიყავით, რომ არ შემოვნეს ჩემ ყელს ეს. ამასაც დავსა, მე თან შევჭა. აი ხომ მახველებს რა. ხომ მომთხილი კაი არის, რომ ვაფშე არ მახსოვს, მაგრამ რო ჩავყლავე. ჩაფხოჭნა. ხო. ხოდა შესაბამისად აი მე მაგალითად შემოვიწავიდოდი კვარიათში ძალიან მომწონს. აი ახლა სიმკვდარეა ბავშვებმა. ახლა მათ ისეთი ასაკი აქვს სიცოცხლე და ის უნდათ რომ გამოხვალ რომ სიცოცხლე იგრძნობოდეს. მესმის ეგ მშვენივრად. არ ვიცი ხალხო მართლა ეტყობა ან დავბერდი ან მოსაწყენი ვარ ან ორივე ერთად. მაგრამ ყველაზე კაი დასვენება ჩემთვის სახლში ყოფნა ყოფილა. ანუ ნახე სახლში რო ხარ და ცოტა ხნით სადმე წახვალ. რა კარგია. მერე მოხვალ, რა კარგია. აკაი სადღაც მე-14-მე-15 დღიდან უკვე სახლი მინდოდა. ფიქრობდი, რამდენჯერ მეკამეფიქრა. ანუ უცნაური რა იყო იცი ყველაზე? მე ხო ესე ძალიან მიყვარს სხვა. აი სხვასთან თითქოს კონტაქტი არ მქონდა წელს. არ ვიცი რატო. აი მართლა არ ვიცი რატო. ჩაქვში ხო გახსოვს რა პირობებში ვიყავით. იქ კოღოები გჭამდნენ, იქ არც ერთ ოთახში არ იყო არც კონდიციონერი, არც საშინელი სიტუაცია იყო. მიუხედავად მაგისა, ანუ მაინც კარგად ვიყავი, იმიტომ რომ სხვა იყო. წელს არ ვიცი, რა მოხდა, არ ვიცი. და სხვადასხვა კვარიათში რო ვიყავით, აი იქ მქონდა ის კონტაქტი თითქოს. სხვასთან. არა და შაშანს ცუდი ამინდები დაგვემთხვა, სულ რამდენიმე დღე ვიბანავეთ და წელს მაგალითად კარგი ამინდები იყო. და კარგი იყო. რა ვიცი. რა ვთქვა აბა. არა ჯამში ძალიან კარგი იყო და ვისი ამოვნი კიდევაც. ხა არაფრით არ ვიტყოდი რომ მაგალითად უკარო დააბრუნო არა ისევ წავიდოდი და ისევ გამოვივლიდი ამ გამოცდილებას. მაგრამ რაღაცა ისე არ იყო. აი თორე ისე ძალიან კარგი, ანუ მაინც ძალიან კაი იყო, სადაც ვარ წელს ვიყავი და ყოფილიყავი. ასლაბაკო მაგას ეს მირჩენია. თუნდაც ეს გაცემული ჩამოსვლა, ყტომა. ცუდად ყოფნა და ამ შემდეგ მაინც ეს მირჩენია, საერთოდ არ მაქვს მადამ. აფშენში შეგრძნობა არ არის. აი ხა მე წავალ. გუშინდელ ვიდეოს გავაკეთებ. ნამ დროებით და გემშვიდობებით. მიყვარხარ ძალიან, კოცნი. გეხოვით და დროებით. Naughty messy daddy. Naughty messy daddy. არა, ისე მაინც არ ცხელა. ოფლი გამდიოდა გაუჩერებლად. ახლა უკვე 31 გრადუსია, 11 საათი და აქამდე ოფლი არ გამდის. გაუჩერებლად. მე კიდევ გამდის და გამდიოდა ეს მუსიკის ის. ახლა? ხო.
დედა, ამას ყოველთვის ხურეტავს სრულიაზე. დედა, ლამაზი დიდი ჩილი გაქვს. ლამაზი დიდი ფჩხილი. შენ დიდი ჩილი გაქვს. მართალი. აი ანდრეას რაშვილის ნახეთ. რა კაია. ამერტო. ეს სოფია მოგვიტანა. როგორ უნდა იყოს ოღონდ ეგრე უნდა გქონდეს თავი? არ ვიცი. აი მე როგორ დავიცი მასა. მე გუჩი შემოგვიტანა. It's the way. ტკბილია ბანანისა. იგა წავიდა მანქანა უნდა გავრეცხო. ხა წარმოგიდგენთ რა იქნება ზაღლიან ბავშვიან ჩვენიან ნამგზავრი მანქანა. ხო და ლომბობა. უნდა წავიდა ვენტილატორი წავიდა. ხა ვერ გადაწყება კაცი.